და ჩვენს კონცერტს გააგრძელებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა საოცრად მუსიკალური ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის, თუმცა ეს არ არის მისი პროფესია. ამას გარდა მას ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და არის ყველა ქართველი მომღერლის მეგობარი, განსაკუთრებით იმ თაობის, იმ ახალგაზრდა თაობის, რომელმაც რამდენიმე წელი ასე მოდურად აქცია კვლავ ჩვენი საოცარი ტრადიციული ქართული სიმღერა პროფესიონალი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ქართული საგანძური. მე მინდა ვთხოვო ირაკლი შენგელიას, საკრებულოს თავმჯდომარეც ასეთი არაჩვეულებრივი ყავთ, მობრძანდეს სცენაზე და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა მას ყველა იმ ხარდაჭერისათვის, რომელიც მას გაუწევია ქართული ხელოვნებისთვის და გთხოვთ მიკროფონთან. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, პირველ რიგში მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ქალბატონ ნანას, მისი შემოქმედება არის ძალიან ძვირფასი და ადამიანს რომელსაც გააჩნია, არ ვიცი, უდიდესი ენერგია და ამ ენერგიას დებს თითოეულ ნოტებში, ამ ენერგიას დებს სწორედ ესეთი საღამოების მოწყობაში და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს მომეცა საშუალება და მისი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მან დაწერა, ძალიან კარგი სიმღერა და მე მინდა ტექსტის ავტორს ანიკო ნემსაძეს მადლობა გადაუხადო და ერეკლე დიდიას არანჟირებისთვის და რა თქმა უნდა ქალბატონ ნანას. ხოთ. ნედავ ჩვენი ცხოვრების გზა სად მიდის და სად იწყება ვინც მემინდა თუ არა მოასხა იქნება ჩვენი ძველი შეხვედრები დამიბრუნე გევედრები სიყვარული რატომ ქრება მე ვერ ვხვდები დრო გავადა შენ მაგივრა სხვას შევხვდები ძველი გზები გამახსენდა დღეს უძილო დამათენდა დამიბრუნე დაგარაგული დრო რომ არასდროს არა წახვიდე სიყვარულის გზას დავეძე ვიცი რამ სურს და რა შევძლებ ოღონდ გულო არასოდეს არ დაბერდე მინდა ჩვენი შეხვედრები თორემ დილას ვერ შევხვდები მზესთან ერთად ვიმღერებ და გავთენდები მერე შენთვის მხოლოდ შენთვის ამღერდები ძველი გზები გამახსენდა დღეს უძილოდ დამათენდა დამიბრუნე დაგარგული დრო რომ არასდროს არ წახვიდე შო გზები გამახსენდა დღეს უძილო დამათენდა დამიბრუნე დაგარგული დრო რომ არასდროს არ წახვიდე შო რომ არასდროს არ წახვიდე მადლობა, დიდი მადლობა.
ირაკლი, მე გადავწყვიტე კენჭი ვიყარო ქუთაისის საკრებულოში. მივიღებთ? კარგი. აუცილებლად. თქვენ ყველამ ჩემზე უკეთესად იცით, რამხელა საქმეს აკეთებს ქალბატონი ნანა ზოგადად იმერეთის კულტურული ცხოვრებისთვის, ქუთაისის კულტურული ცხოვრებისთვის და ის ფესტივალი, რომელიც მან დააარსა 10 წლის წინ, ამაზე მეტყველებს ნამდვილად, ეს არის კვლავ და კვლავ იმ სურვილით დაარსებული ფესტივალი, რომ აღმოაჩინოს ახალგაზრდა ტალანტები და შემდეგ ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ფესტივალის სახელიც ამაზე მეტყველებს იმერეთის ხმა, ასე ქვია ამ ფესტივალს და მას ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ყავს აღმოჩენილი. აი პირველივე დღიდან ქალბატონი ნანას გვერდით იდგა ადამიანი, რომელიც ქართული სამუსიკო ხელოვნების ცოცხალი ლეგენდა გახლავს. პირველივე დღიდან დაიწყო მათი მეგობრობა. პირველი იყო ეს ქალბატონი, რომელმაც უთხრა ნანას, რომ შენ სიმღერები მხოლოდ სახლში არ უნდა გააჟღერო, შენ შეგიძლია ეს სიმღერები გაიტანო და მოასმენინო საზოგადოებას. ის არის ნანას საუკეთესო მრჩეველი და საუკეთესო მეგობარი და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენთან ერთად არის ჩვენი საოცარი, უსაყვარლესი ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი, რომელსაც ვიცი როგორი ტაშით შეხვდებით და მე მინდა მოვიწვიო სცენაზე ქალბატონი მარიკა. მობრძანდით ქალბატონო მარიკა. სულ რამდენიმე თვის წინ გაიმართა ქალბატონი მარიკას 90 წლის თავისადმი მიძღვნილი საოცარი საღამო თბილისში, ალბათ ტელევიზიით ნახეთ. მე ვიცი რომ მარიკოდეიდა კიდევ ძალიან ბევრ საოცრებას გვაჩუქებს. აქედან მოგვესალმებით? კარგით, ასე იყოს. რამდენიმე სიტყვა გვინდა რომ გვითხრათ, ქალბატონი მარიკა. ბოლოს ვიტყვა, კი ბატონო, ბოლოს იყოს, კეთილი, კარგით. მაშინ მე გამოვაცხადებ შემდეგ მომღერალს, რომელსაც ახლა კულისებში ვკითხე, იმდენად სიმპათიური ახალგაზრდაა. კი ბატონო. ახლა ვკითხე კულისებში, რა შეიძლება რომ თქვა შენზე, იმიტომ რომ პირველად ვხედავ. მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვხედავ პირველად, თორემ ის სულ პატარაობიდან ნანა იამანიძის ხელშია გაზრდილი. ნანამ ასწავლა მას სიმღერა, ნანამ დააყენა სულ პატარა ბიჭუნა სცენაზე, შეაყვარა ის, რასაც დღესაც აკეთებს და მღერის და ძალიან დიდი სურვილი იყო მისი პედაგოგის, რომ დღეს აქ წარმოდგენილი ყოფილიყო მისი გაზრდილი ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ჭიალაშვილი და მოდი დაუჭიროთ მას მხარი და ვთხოვოთ სცენაზე. ვთხოვთ. მე სიამოვნებით და ინტერესით მოგისმენთ. მადლობთ. მოგესალმებით. ყველას პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანას, იმიტომ რომ მისი ძალიან დიდი წვლილი გადიდო დღეს სცენაზე ვდგავარ, მღერი და მინდა რომ ერთი კარგი აპლოდისმენტებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანას. დღევანდელი არაჩვეულებრივი დღისთვის. ისევ მახსოვს ის ხაპარი იყვები შენ ხარ ჩემი სიცოცხლე და თავ დავიწყება შენი ღიმილი მე არ მავიწყდება გული შენთვის ეცებს სიტყვებს შესაფერს
ერთადა ვარ მე და შენ განამახო კოცნა მინდა გრძნობ წამი გამიფრინდა სიცოცხლე მადლობა ჩემი გფრინა ყველაფერი არ არის კი იცოდე შენ ხარ ჩემი სიცოცხლე თან დავიწყებ შენი ღიმილი არ მავიწყდება გული შენთვის ეცებს სიტყვებს შესაფერს ერთადა ვართ მე და შენ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე თავ დავიწყება შენი ღიმილი არ მავიწყდება გული შენთვის ეცებს სიტყვებს შესაფერს ერთადა ვართ მე და შენ მეწოდინება რომ ქუთაისში ცხოვრობს გიორგი ჭიალაშვილი კიდევ ერთი შვენიერი ახალგაზრდა მომღერალი